შეგუნდები და განმაგზავნებთ ჩვენს გადაცემას. შემოგვეთა მეორე სტუმარი, ბონდო მძინარაშვილი. ბონდო, ძალიან დიდი მადლობა, რომ მოხვედით ჩვენთან. და ალბათ ყველაზე ისეთი ჩვენ შიგნით ახლა სკანდალური უყვარს თქმა და ესეთი თემა ყოველ შემთხვევაში უცნაური არის ის, რომ პრანკერებმა რუსებმა აირჩიეს სამიზნედ სალომე ზურაბიშვილი, როგორც სოსამანჯავიძე ამის მოსეავლე ლეგიტიმაცია, მე ვეძახი მზე პრეზიდენტს მარადს და უჩან ანუაშვილი, თუმცა მე ვერ მივხვდი უჩან ანუაშვილი რა პრინციპით იყო შერჩეული, ნუ გადამზე რომ ყოფილი ვთქვათ სახალხო დამცველია, აი რატომ იყო ამაზეც ვისაუბროთ, ალბათ მაინტერესებს თქვენი აზრით ბუნებრივია. და აი სალომე ზურაბიშვილი მე გამიკვირდა ორივეს არაპროფესიონალიზმი. რომ მაინც რაღაცა გულის ნადები თავიანთი გამოამზეურეს, ძალიან არაპროფესიულია, განსაკუთრებით სალომე ზურაბიშვილისთვის, იმიტომ რომ მე მესმის რომ თქვათ ეგონა რო ის იყო, მაგრამ მეგობრობს ამ კასპაროვთან, რაღაც ისეთი ახლო ურთიერთობა აქვს თუ რატომ უნდა გასცე შენი პოლიტიკური ხედვები და შენი პოლიტიკური გეგმები, ჩემთვის არის გაუგებარი, ასე დისტანციურად ძალიან არაპროფესიულია. და შემდეგ აი აქცენტი მინდა სალომე ზურაბიშვილმა რა აქცენტები გააკეთა, ხო? პირველი რეგიონული მედია უნდა დაფინანსდესო, რომ კითხა, ხო, რაში გჭირდებათო დახმარებაო, უნდა შევხვდე ამერიკის მედია უბრალოდ იცის მაყურებელმა და მსმენელმა და აღარ მოვუწდები ამის მოყოლაზე. რეგიონული მედია, რომელიც ძალიან იაფად, ძალიან დიდ საქმეს აკეთებს. ანუ საქართველოს რეგიონული მედია სუშეკვეთებზე მუშაობს, ეს და მე რატომღაც არ მომისმენია რეგიონული მედიის პროტესტი, რომ ეს ასე არ არის. ანუ გარედან უხდიან ფულს და ისინი რაშიც ფულს უხდიან, იმას აკეთებენ, კოლეგებო, მართლა მაინტერესებს. ასე იყო რეგიონი და რაღაც ამოიღეთ თქმა და თქვით. მეორე ახსენა პროფკავშირების დაფინანსება გვინდა. ეს პროფკავშირები კი არის ჩვენთან, მაგრამ ნუ ეს პროფკავშირები რა კავშირშია? ნუ თუ იღებდნენ პროფკავშირებისთვის რაღაცა თანხა ჩდება, ხო ეს კითხვა. და მესამე ეს არასამთავრობო თქვა რომ აი სოციალურ პროგრამებს ვეღარ ახორციელებენ. დავიჯერო უცხოური დაფინანსების გამჭვირვალების კანონი მარტოხელა დედების და პენსიონერების დაცვაში უშლის ხელს არასამთავრობოებს. უცნაური აქცენტები იყო დასმული. და მივყვეთ თუ შეიძლება და შემდეგ გადავიდეთ უჩან ანუაშვილზე მის კანონის ჩარჩოში რამდენად ჯდება ის რაც მან თქვა. აი დავიწყოთ იმით რეგიონული მედიით. ასე დღეშია ჩვენი რეგიონული მედია თურმე? დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის ნინო. ყოველთვის ასე ამონვა თქვენთან სტუმრობა. ჩემთვისაც ძალიან. ეს გადაცემაშიც და მთლიანად Georgian Times-შიც ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ტელევიზია და რადიო აქვს. სალომე ზურაბიშვილი და უჩან ანუაშვილი ჩემი აზრით შერჩეულები იყვნენ იმ პრინციპით, რომ არც ერთ და არც მეორეს ძალიან სამწუხარო რამეს ვამბობ ახლა მე და ჭკუა არ მოეკითხება. ჯერ ერთი ისეთი მაღალი თანამდებობის პირი, როგორც არის პრეზიდენტი, ფაქტობრივად სახელმწიფოს მეთაურია, ამ უფლებებით თუ იმ უფლებებით პრეზიდენტი ძალიან მაღალი რანგია და ასევე სახალხო დამცველი ძალიან მაღალი თანამდებობაა, კონსტიტუციური ორგანო ორივე. ანუ ერთიც და მეორეც, ერთმაც და მეორემაც შეიძლება ილაპარაკონ საკუთარ თავზე მესამე პირში და ალბათ თქვენ არაერთხელ მოგისმენიათ, როდესაც პრეზიდენტიც ამბობს, აი პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ან სახალხო დამცველი ამბობს პირადად თვითონ ომბუდსმენი, რომ სახალხო დამცველმა გადაწყვიტა. ანუ ეს ორივე არის ინსტიტუტი. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ორი ინსტიტუტის მარტო მათ არ ეხებათ ეს სამწუხაროდ დანარჩენებსაც ეხებათ, ვინც ამ თანამდებობებზე მუშაობდა რამდენიმე ადამიანს. დისკრედიტაცია მოხდა საერთაშორისო მასშტაბით. მაგალითად, მე როდესაც შეერთებულ შტატებში ვიყავი, მაშინდელი სახელმწიფო დეპარტამენტის ორგანიზებული იყო ეს ვიზიტი, პრესამსახურების ვიზიტი გეუბნები 22 წლის წინ მაშინ სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურში ვმუშაობდი მე და პრესამსახურების ჯგუფი, პრესამსახურების წარმომადგენლები, ხელმძღვანელების ჯგუფი ვიყავით ვაშინგტონში და მონტანა შტატში გავეცანით, ასე ვთქვათ, მათი მუშაობის სპეციფიკას, ვიყავით USA-ში, პენტაგონში, სახელმწიფო დეპარტამენტში და ასე შემდეგ. ჩემთვის ნიშანდობლივი იყო ერთი რამე, მინდა რომ მაყურებელმაც და მსმენელმაც ეს სწორად გაიგოს, რასაც ახლა ვამბობ მე, რა მნიშვნელობა აქვს მაღალი თანამდებობის პირების მიერ თუნდაც ყოფილების და მით უფრო მოქმედი თანამდებობის პირების გაკეთებულ განცხადებებს საერთაშორისო ასპარეზზე. და როდესაც ჩვენ შეხვედრა ქონდა მაშინდელ სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუელის მოადგილესთან, ქალბატონი იყო, აი მთელ ძალაუფლებას ასხივებდა, ისეთი ქალი იყო, აღარ მახსოვს ახლა.
საქართველოში არ იყო ნამყოფი. და როდესაც მას წარუდგინეს ჩემი თავი როგორც შევარდნაძის spokesman-ი, თუმცა მე ვიყავი პრესსამსახურის კურატორი, სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე და პრეზიდენტის პრესდივნის მოადგილე, იმიტომ რომ პრესდივანი იყო ამ სამსახურის ხელმძღვანელი და ჩემი სამსახურის ხელმძღვანელი. უცბად დავინახე, როგორ შეიცვალა ეს ქალბატონი და როგორ შეიცვალა დამოკიდებულება ჩვენი ყველას მიმართ, იმიტომ რომ მან უცბად პარალელი გაავლო, მაშინ იყო ბუში პრეზიდენტი პრეზიდენტ ბუშის პრესდივანთან და მიხვდა რომ ძალიან მაღალი რანგით თანამდებობის პირი იყო მასთან ვიზიტად მისული, რადგან მაშინვე მიხვდა რომ პრეზიდენტ ბუშის პრესდივანთან მას რუსები რომ იტყვიან доступი არ ქონდა არანაირად და არც ეკნებოდა და ვერც ეკნებოდა. იმდენად სხვა განზომილებაში იყო ის ადამიანი. მიცით რომ პრესდივანი ხუთეულში შედის პრეზიდენტის გარემოცვაში შეერთებულ შტატებში. ამიტომ ახმები მე ამას რატო უსვამ ხას მე მინდა ჩვენმა მსმენელმა კარგად გაიაზროს, კარგად გაისიგრძე განოს ის პრობლემა, რომელიც ამ პრანკერებმა მოუწყვეს არამხოლოდ ამ ორ ადამიანს, უილსონი საერთოდ არ მაინტერესებს, თუმცა თემატურად საინტერესოა, რა კი ამ თემაში მოაქციეს ისიც კონგრესმენი უილსონი, საქართველოს რა მოუწყვეს და ფაქტობრივად საქართველოსთან დაკავშირებით თქვენ მიაქცევთ ყურადღებას ამ თემით ხართ დაინტერესებული, მე ვიცი რომ თქვენ აქ აქტიურად აშუქებთ იქ არსებულ ვითარებას, აფხაზეთთან დაკავშირებით იყო ხაზგასმული. ანუ ეს იყო რუსეთის გარკვეული პოლიტიკის მოსინჯვა, დამოკიდებულებების მოსინჯვა რუსეთისთვის მომავალ სამოქმედო გეგმაში რაღაცა პატარა მოზაიკის პატარა ნაწილად ჩასვეს ესეც. თორე შემთხვევითი მე არ მგონია რომ შემთხვევით რამეს კეთება საერთოდ ოერთესზე. გამიკვირდა და მივხვდი რომ ეს მიზანმიმართულად რა როლს თამაშობდა ამ პროცესში ეს იყო ძალიან ეს არის აი ჯერ კიდევ ჩვენ ამ ასე ვთქვათ შოკს ვერ დავარქმევ, ახლა დიდი მოულოდნელობა ჩვენთვის არაფერი ყოფილა, მაგრამ საერთაშორისო მასშტაბის თვალსაზრისით ის რომ ყოფილ პრეზიდენტს და ყოფილ სახალხო დამცველს პრანკერები ამას მოუწყობენ და ისინი ასე ლაპარაკობენ ამ თემებზე, რაზეც სალომე ზურაბიშვილი და უჩან ანუაშვილი ლაპარაკობენ, ეს არის მართალი გითხრათ, აი დიდ ქვეყნებში მაგალითად დიდი ბრიტანეთი თავდაცვის მინისტრი, იმიტომ რომ დიდ ქვეყნებში ასეთ რამეს ჯერ ერთი ესენი მოქმედები არ არიან და აქ ხო იმპიჩმენტი და რაღაცა ვერ მოყვება ამას და რაღა მოსაყოლი იმპიჩმენტს როგორ გამოუწყობთ ჩვენ ამათ თავის დროზე როდესაც იმპიჩმენტი იყო, მაშინ ვერ შეძლო იმ პარლამენტმა გასაგებია რატომაც სალომე ზურაბიშვილის გადაყენება. და ეს დამოკიდებულება ფაქტობრივად გვიჩვენებს ჩვენ რომ საქართველოში უმაღლეს თანამდებობის პირებს, რომლებსაც უპირველესად მოეთხოვებათ სახელმწიფოებრივი აზროვნება თანამდებობაზე არჩევამდე თანამდებობაზე ყოფნის დროს და თანამდებობიდან წასვლის შემდგომაც არა აქვთ ეს. აი მაგალითად დიდ სახელმწიფოებს, დიდ ბრიტანეთს იგივე ხო აქვს რაღაცა წესები, შეზღუდვები, იგივე თქვა შეერთებულ შტატებს, მე მგონი ისრაელსაც აქვს ეს, რომ თანამდებობის პირი, რომელიც მაღალ თანამდებობას, სადაც აქვს დაშვება საიდუმლო და სრულიად საიდუმლო დოკუმენტაციასთან, მაღალ სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობებს გულისხმობ და თანამდებობიდან წასვლის შემდგომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ აქვს უფლება სახელმწიფო ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად განახორციელოს საზღვარგარეთ ვიზიტები. იმიტომ რომ ის ფლობს მაღალი დონის ინფორმაციას. აი მაგალითად შეიძლება ბევრმა არ იცის, მაგრამ უფროსმა თაობამ იცის განსაკუთრებით ვინც სამართალდამცავ სისტემაში მუშაობდა, რომ გენერალური პროკურატურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლებს აი მიაქცეთ ყურადღება გამომძიებლებს, რომლებიც იწიებდნენ უმძიმეს დანაშაულობებს, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებებს, ეს იყო დაუშვათ სამშობლოს ღალატის მუხლი და ასე შემდეგ მსხვილ კორუფციულ ფაქტებს, მათ ქვეყნიდან გასვლა ეკრძალებოდათ. ანუ ტურისტულ საგზურითაც ვერ წავიდოდნენ ვერსად. სამწუხაროდ საქართველოში ეს ასე არ არის. ჩვენ ვიგებთ, რომ დაუშვათ ყოფილი თავდაცვის მინისტრი ხიდაშელი იღებს დაფინანსებას ტაივანიდან. ეს ხო სასწაული ამბავია, თუ დაფინანსებას იღებ, ესე იგი რაღაც დავალებას ასრულებ. ჩვენ ხო ბავშვები არა ვართ, ნინო ამდენი წელია ჟურნალისტიკაში მუშაობ სხვადასხვა მიმართულებით და პუბლიკაციები მოგვიმზადებია და უამრავ ადამიანთან გვისაუბრია ხო სხვადასხვა პროფესიის ადამიანთან. როდესაც ანალიტიკური მასალები მზადდება და არასამთავრობო ორგანიზაციები უპირველესად ამის გამო ფინანსდება, გარდა იმისა, რასაც დაუშვათ საქართველოში, სერბეთში და იგივე თქვათ უნგრეთში და სლოვაკეთში
ავალებენ ახლა ავალებდნენ უფრო სწორედ USAID-დან და EDI-დან და ახლა ისე ამ დავალების გავლენის ქვეშ არიან ქართული NGO სექტორის წარმომადგენლებიც გავლენიანს რო უწოდებენ საკუთარ თავს და მილიონერი NGO-ები რო ქვიათ სინამდვილეში ამ ხელა დაფინანსებას აძლევენ იმისთვის რომ დაუშვათ საქართველოში პოლიტიკურ პროცესებზე მოახდინონ გავლენა მაგრამ ზოგადად, როდესაც ისინი ანალიტიკურ მასალებს ამზადებენ, იგივე დაუშვათ აი ეს გრასები და სხვადასხვა ორგანიზაციები რომ არიან, ანალიტიკური ცენტრები, სადაც ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები, მინისტრების მოადგილეები და ასე შემდეგ მუშაობენ და ყოფილი ელჩები ანალიტიკურ მასალებს ამზადებენ, სინამდვილეში ეს არის ანალიტიკური მასალები, რომელიც არამხოლოდ გამოქვეყნებას ექვემდებარება და ქვეყნდება საიტებზე კიდეც ესენი და დაუშვათ გამოდიან საჯარო სივრცეში საუბრობენ და ყველა ნებისმიერი საუბარი რაღაც გავლენის გაფართოებას ემსახურება. ეხლა ჩვენ პატარა ბავშვი არ ვართ არავინ და ვიცი ძალიან კარგად ეს მესიჯები როგორ მუშაობს და როგორ მზადდება და როგორ გადაიცემა შემდგომ, ხო? ეს ყველაფერი ემსახურება გარკვეული ქვეყნების ინტერესებს, გარკვეული ინტერესთა ჯგუფების დაკვეთებს ასრულებენ. და შესაბამისად ეს ადამიანები სხვა ქვეყნების სამსახურში არიან. მოდი ახლა შევხედოთ ამას, როდესაც თქვა ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ელაპარაკება გარი კასპაროვს, აი რატომ ეს ორი ადამიანი, ხო, თქვენ დასვით აბსოლუტურად ლოგიკურია ეს შეკითხვა, რატომ ამოარჩეს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ესენი არიან ყველაზე მოწყვლადები, აღმოჩნდა რომ აი დაუშვათ სხვა ადამიანები პირობითად ვამბობ, მაგალითად უსუფაშვილი რომელიც იყო პარლამენტის თავმჯდომარე და დღესაც არის პოლიტიკურად აქტიური ადამიანი, უფრო მეტ სიფრთხილეს გამოიჩენდა. და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცოტას ლაპარაკობს ნანუაშვილი, ამ ბრანკერებთან გარი კასპაროვთან ბჭყალებში, გარი კასპაროვი რო ეგონა იმ ადამიანთან, საუბრის დროს ისეთი რამ თქვა, რაც პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაულია. იმიტომ რომ ჩვენ ყავს ის ამბობს ასეთ რამეს, რომ ჩვენ ყავს ნიღბიანი ახალგაზრდები, რომლებიც ძალადობენ, ასევე მან თქვა, რომ არსებობენ შეიარაღებული ადამიანები, დაცვის სამსახურის თანამშრომლები, ანუ კონკრეტულად სამიზნედ დააყენა უკვე სახელმწიფო უსაფრთხოების და სამართალდამცავი ორგანოების სამსახურების სამიზნედ გადააქცია დაცვის სამსახურები, რომლებსაც აქვს იარაღის ტარების უფლება. იქ ყველას არ აქვს იარაღის ტარების უფლება, იცით თქვენ რომ ცალკეულად ყველა სამსახურს არ აქვს სასრული იარაღის ტარების უფლება და ყველა ადამიანს არ აქვს. ანუ დაცვის კერძო სამსახურებს არ აქვს ამის უფლება განსაკუთრებული შემთხვევები თუ არ არიან დაუშვათ ყოფილი მაღალი რანგის პოლიციის თანამშრომლები, რომლებსაც პოლიციის კანონის მიხედვით და იარაღის შესახებ კანონის მიხედვით აქვს იარაღის ტარების უფლება პენსიაში გასვლის შემდგომაც, იმიტომ რომ პოლკოვნიკია და მას შეიძლება წარსული საქმიანობის გამო რაღაცა საფრთხე ემუქრებოდეს. ამიტომ საფრთხის ქვეშ დააყენეს ფაქტობრივად დააყენა ნანუაშვილმა ძალიან ბევრი ადამიანი. ეხლა ნანუაშვილმა ეს ზუსტად იცის და მართლა ყავს ნიღბიანები ჩვენ ვნახეთ სახელდაფარული ადამიანები, ხო? მაგრამ იარაღიანი არ ვიცით არა? არა, თუ ვიღაც გააფუჭა ეს ერთი საკითხია. ვიღაცის მიმართ მე არ ვფიქრობ რომ ვიღაცის მიმართ მიზან მიმართულად ასე ვთქვათ სამიზნეთ აქცია, ასე ვთქვათ, კარგ ლუკმად აქცია ჩვენი სამართალდამცავი სისტემისთვის. მე მეორე ვარიანტს ვფიქრობ. ერთი ის რომ ესენი რეალურად ნამდვილად არსებობენ და ამას აუცილებლად გამოძიება სჭირდება. ეს არ არის უბრალოდ მე რაღაც განცხადება გავაკეთე სატელეფონო საუბრის დროს ან ვიდეო ჩარტვის დროს და ასე შემდეგ. ეს თემა არ არის, ეს ძალიან ღრმა თემაა და სერიოზული მიხედვა სჭირდება. და მეორე არის ის რომ გარი კასპაროვთან ამ $500,000 გაგონებაზე უცბად მოინდომა თავის მოწონება და უფრო მეტად წარმოჩენა რომ მას თუ კი მიიღებს ის გარი კასპაროვისგან $500,000 შეუძლია რომ აი ნიღბიანებიც გამოიყვანოს, შეიარაღებული ხალხიც გამოიყვანოს და ასე შემდეგ. მე არ ვფიქრობ ან გარი კასპაროვი და ან უჩა ნანუაშვილი გარი კასპაროვს ამ შემთხვევაში რას ვერჩით? ხო, რა თქმა უნდა. ჭალებში გარი კასპაროვი იყო, ეს გარი კასპაროვი პრანკერი იყო. მე უჩა ნანუაშვილზე ზოგადად მაღალი წარმოდგენის არა ვარ, მაგრამ არც ისეთი ბრიყვი მგონია, რომ ფიქრობდეს, რომ $500,000 შეუძლია საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა. ეხლა ეს ხო პრაქტიკულად შეუძლებელია, იმიტომ რომ თვითონვე ამბობს, რომ არჩევნებამდეც შეერთებული შტატების საელჩოს ელჩი ეხმარებოდა როგორც მორალურად ასევე ფინანსურად, პოლიტიკურად, ასევე ამბობს რომ USAID ეხმარებოდა EDI, წარმოიდგინეთ იქიდან რამხელა დაფინანსება მოდიოდა. თუ იმ დაფინანსებამ შედეგი ვერ გამოიღო და რო ვერ გამოიღო, ჩვენ ყველამ ძალიან კარგად დავინახეთ და რომ ეს იყო
უზარმაზარი თანხებით დაფინანსებული აქცია და წინასწარი მოსამზადებელი პერიოდიც ხომ კარგად გვახსოვს წინასაარჩევნო პერიოდი შეერთებული შტატების საელჩოს ქარდები, ელჩის განცხადებები, საჯარო შეხვედრები გამოსვლები, ასევე ევროკავშირის ელჩის განცხადებები, პირდაპირ მოწოდებები და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ხომ გვახსოვს და ეს ამის ყველაფრის უკან ხო დიდი ფინანსები იდგა. ეხა $500,000 რო უჩანანუაშვილი რამდენიმე თავისი და მისი მონათესავე და გულის ვარამის გამზიარებელი არასამთავრობო ორგანიზაციები რო ჩაუტანა იქ და 75 ამას მე 95 იმას რო გამონაწილა ჯერ ამ ჩაიყვანა იქ ვაშინგტონში და ნიუ-იორკში და რამ გადააწყვეტინა ეს რომ დასცინოდნენ რომ მოგვადგა საბუთებით გაუგზავნა უამრავი პროექტი რომ ამას ამდენი უნდა მისცეთ ამას ამდენი ამას ეს უნდა გააკეთოს ამანის როგორც აკეთებდა ხოლმე დემოკრატიის განვითარებისთვის მედიის განვითარებისთვის ტყუილები ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მთელი ეს ფული მიდიოდა პოლიტიკურ პროცესში რაღაც მონაწილეობისთვის და რაღაც გავლენის მოსახდენად, ხო? ამ შემთხვევაში ხო და მიადგა ამას იმ ჩანთითაც კი იყო ფულის წამოსაღებად ჩემო როგორი სირცხვილია წარმოიდგინე ეს რო იყოს უბრალოდ უჩანანოაშვილი კერძო პირი უჩანანოაშვილი თუნდაც მილიონერი NGO-ს ხელმძღვანელი საერთოდ არ დავინტერესდებოდით ნუ სამართალდამცავი ორგანოები რა თქმა უნდა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მოკლებას ჩაატარებდნენ და თუ საჭირო იქნებოდა გამოძიებას გაგრძელდებოდა და მე ვფიქრობ რომ ამასთან დაკავშირებით იც უნდა დაიკითხოს იმიტომ რომ ჩვენ ახლა გარი კასპაროს ვერ დავკითხავთ რასე პირველია და ვერ დავკითხავთ ამ თემასთან დაკავშირებით დარწმუნებული ვარ ძალიან შეწუხებული იქნება რომ მისი სახელით მოუწყვეს ეს ავანტიურა ამ ორ ადამიანს მაგრამ ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ ყოფილ სახალხო დამცველზე რომელმაც თავის დროზე გამოაქვეყნა ანგარიშები დაწერა, რომელმაც წარუდგინა ეს ანგარიშები და სახალხო დამცველი ეს მამა ღმერთის მოადგილე კი არ არის. ანგარიში ვალდებულია პარლამენტის წინაშე და ანგარიშებს წერს. ჩვენ ახლა ამის შემდეგ რაც მოვისმინეთ და რასაც მანამდეც ვისმენდით მისგან განცხადებებს და კომენტარებს. სად უნდა ვეძებოთ თქვა სიმართლე იმ ანგარიშებში, რომელსაც ის ხელს აწერდა და წარუდგენდა პარლამენტს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ასეთმა თანამდებობის პირებმა, მაღალი თანამდებობის პირებმა მოქმედმაც და შემდგომაც, როდესაც ისინი აღარ იქნებიან ამ თანამდებობებზე, მაქსიმალური თავშეკავება უნდა გამოიჩინონ შეფასებების დროს. იმიტომ რომ მათი არ არის მხოლოდ აწყო და არ უნდა ფიქრობდეთ მხოლოდ მომავალზე. ის წარსულიც მათია, რომელიც გარკვეულწილად ქვეყნის წარსულადაც არის მოაზრებული. იმიტომ რომ ამ ქვეყანაში რაღაცა ისეთ თანამდებობებს იკავებდნენ, რომელსაც გარკვეული გავლენის მოხდენა შეეძლო რაღაცა პროცესებზე. ეხლა კიდევ ერთი საკითხია, რომელზეც სალომე ზურაბიშვილი საუბრობდა. აი აქვე ვიტყვი შეებონდა რომ რეგიონულ მედიაზე. კი, კარგი და მე ვიტყვი. კი ბატონო, რეგიონულ მედიაზე ვთქვა, ხო, ძალიან ის მექნა. მე მართალი გითხრათ მიკვირს, რომ თქვენ ამის თაობაზე ინფორმაცია არ გქონდათ. რეგიონული მედია თავიდან ბოლომდე ამ წლების განმავლობაში დამოკიდებული იყო გრანტებზე. არა, ვიცი, მაგრამ როგორ არ ვიცი. აი, უყურეთ ნინო, ძალიან მნიშვნელოვანია ეს. მე როდესაც დავსვი საკითხი იმ ადამიანებთან, ვისაც უშუალო კომუნიკაცია აქვს და ურთიერთობა აქვს ამ ადამიანებთან, რეგიონულ მედიასთან, რომ ეს ახდენს თუ არა გავლენას ამ მედიების მუშაობაზე. ანუ ისინი ხდებიან თუ არა გრანტის მიმცემების დაკვეთის შემსრულებლები. ანუ მე ვიგულისხმე რა. მაგალითად, როდესაც კონკრეტული მედია საშუალების საქმიანობა შესაძლოა ოდნავ მაინც მოდიოდეს გრანტის გამცემის პოლიტიკურ ინტერესებთან წინააღმდეგობაში, ის მომდევნო გრანტს მიიღებს თუ არა და ეს მედია საშუალება და მისი თანამშრომლები და ხელმძღვანელები უწევენ თუ არა ანგარიშს იმ დამკვეთის ინტერესებს და ითვალისწინებენ თუ არა მათ მითითებებს. მითხეს რომ დიახ. რა თქმა უნდა მათ მოუწევთ ამის გათვალისწინება. და ერთ-ერთი ფაქტი იყო მაგალითად სულ ახლახან ამ აქციების დროს გამოჩნდა ეს, როდესაც ევროკავშირის ელჩი სერჩინსკის მიმართ საჯარო კრიტიკული განცხადებებით გამოვიდა გელა მთილიშვილი. და თქვა რომ მან მიიღო შენიშვნა იმ ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის საელჩოს მოთხოვნით არ უნდა გამოქვეყნებულიყო. ეს იყო დაუშვათ იგივე შალვა პაპუაშვილის მიმართ არასწორი ბრალდება, იმიტომ რომ სხვა საქმე იყო სინამდვილეში, ანუ ღრმათ არ ჩავიდა და საბოლოო ჯამში ისე აღმოჩნდა, რომ პაპუაშვილს არაფერი არ მიუთვისებია და არანაირი ტყე არ შეუსყიდია სახელმწიფოსგან და ასე შემდეგ და სინამდვილეში ეს სხვა პროცედურის ნაწილი იყო და მართალი იყო ამ შემთხვევაში პაპუაშვილი და რაკი ჰერჩინსკიმ ეს გაიგო ამის შემდგომ შენიშვნა მისცა, იმიტომ რომ ევროკავშირის გრანტის ფარგლებში ტარდებოდა ეს გამოძიება და საჯაროდ გამოვიდა და თქვა რომ აი ჩვენ გვინდოდა ამისი ასე გაკეთება, მაგრამ აი ევროკავშირის საელჩო ამაში ასე ჩაერია. თუ გრანტის მიმცემი ყოველთვის ერევა. მე ადრეც თქვი და
ეხლაც გამოჩნდა ეს რომ ძალიან ბევრმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დაკარგა შემოსავლები იმის გამო რომ სახელმწიფო უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები იგივე პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე გამოვიდნენ და საჯარო განცხადებები გააკეთეს. იმიტომ რომ ეხლა რაც ეხლა არის აი დაუშვათ გრანტების შესახებ კანონში ცვლილება რაც შეიტანეს რომ თუ სახელმწიფო თანხმობა არ მისცა მაშინ ეს გრანტი ვერ შემოვა და სწორედ ამ საფრთხეების ბჭყალებში სახელმწიფო ინტერესების დაცვისგან თავის ასარიდებლად, ანუ სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ ესტონეთში გადაიტანა იგივე გიგაურმა თავისი არასამთავრობო ორგანიზაცია და რამდენიმე, ანუ იქ ერიცხება და აქ მუშაობენ. ანუ ეხლა წარმოიდგინეთ ესტონეთში დარეგისტრირებულ გიგაურის არასამთავრობო ორგანიზაცია დაფინანსებას იღებს დაუშვათ შვედეთიდან ანუ შვედეთიდან ფული საქართველოს ამბებს. ხო, და საქართველოს საშინაო პოლიტიკაში ცდილობს აქტორის როლი აქტორობას. ეხლა ეს ხომ გასაგებია რასაც აკეთებს, ხომ? ანუ რა ვინ უკეთავს გიგაურს და რას უკეთავს საქართველოს ინტერესების სასაცილო ძალიან კარგად თქვა ერთხელ პაპუაშვილმა და კობახიძემ. ძალიან საინტერესოა ეს. ანუ საქართველოს მთავრობა თუ გრანტის მიღებაზე თანხმობით ანუ გრანტის მიღებას კი არ უკრძალავს ვინმეს, არამედ უნდა ნახოს ისთვის არის ეს გრანტი. იქნებ კაცო, ჩემ დასამხობად მოდი. იმისი არ იყოს რომ ჯდები, ასე ჯდები ვარ და დახედო. ხო. ცოტა უხეშად არის, მაგრამ მე ხა ესე უხეშად არ ვიტყვი თქვენი პატივისცემით და ჩვენი მაყურებლის და მსმენელის პატივისცემით. ხო, აი დაახლოებით ესეა, სახელმწიფომ არ უნდა იცოდეს, არ უნდა ჩაერიოს, საერთოდ არ აქვს უფლება უნდა შემოვიდეს დიდი დაფინანსება, უნდა როგორც უჩანანუაშვილი ამბობს აგერ ბჭყალებში გარი კასპაროვთან საუბრის დროს ნიღბიანები უნდა დააფინანსონ, შეიარაღებულები უნდა დააფინანსონ და ასე შემდეგ იარაღის იყიდონ ალბათ, ცნებით ჩაიტარონ ალბათ და ასე შემდეგ და ამას სახელმწიფომ არ აქვს უფლება რომ ამაში ჩაერიოს. რა თქმა უნდა აქვს უფლება. უფლება კი არა, ვალდებულება აქვს. სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხია ეს. ეს ხო არ არის უბრალოდ ვიღაცას უნდა საკუთარი აზრის გამოთქმა. ეხლა უყურეთ ჩვენი მთავრობა თუ ჩაერევა, ეს არის მთავრობის ზემოქმედება. მაგრამ შვედეთის მთავრობა თუ ჩაერევა, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია. ანუ შვედეთის მთავრობის დაფინანსებული არის არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც ესტონეთშია რეგისტრირებული და ანგარიში იქ აქვს და საქართველოს მთავრობა თუ გრანტს გამოუყოფს არასამთავრობო ორგანიზაციის იგივე სხვადასხვა ინკლუზიურ თემებთან დაკავშირებით, რაც მართლა არის მოსაგვარებელი და ასევე მთავრობის კონტროლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა ესენი რომ ამბობენ, ჩვენ მოდარაჯე ზაღლები ვართ, კაცო, ცოფიანი ზაღლები კი არ უნდა იყოთ. მოდარაჯე ზაღლი რო ცოფიანი რო ხდება, მე იმას აძინებენ. როგორი ზაღლი, როგორი კარგი ზაღლიც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა უყვარდეს პატრონს, როგორც კი ზაღლი ცოფი შეეყრება, მაშინვე უნდა იმოქმედონ, იმიტომ რომ იმ პატრონსაც დაგლიჯავს. მე ახლა ამ NGO სექტორის პირდაპირ არ გაიგონ, ესენი საერთოდ სწორხაზოვანი ადამიანები არიან, ტვინი კი არ აქვს. ამ დაძინებას კი არ გულისხმობ და ევთანაზიას. მე გულისხმობ იმას, რომ გადატანითი მნიშვნელობა. გადატანითი, როდესაც შენ უკვე აზიანებს სახელმწიფო ინტერესებს, რა თქმა უნდა ყურადღების ცენტრში მოექცევი და რა თქმა უნდა შეგზღუდავენ, აბა როგორ იქნება. შვედეთმა უნდა განსაზღვროს ახლა საქართველოში როგორ იმუშაოს არასამთავრობო ორგანიზაცია და საქართველოს მთავრობას იმის უფლებაც არ აქვს მოიკითხოს რაში იხარჯება ეს ფული და რამდენად ემსახურება იმას რისთვისაც არის გამოყოფილი ეს ფული, ხო? ხო არავის არაფერს არ უგრძალავენ, მაგრამ არა საქართველოს მთავრობა სამთავრობო ჩარევაა და შვედეთის მთავრობა არასამთავრობო ჩარევაა. ეს ხო გაუგებარი რაღაცაა და სწორედ ამან გაატუწუცა ნანუაშვილებიც, გიგაურებიც, ლომჯარიებიც, რომელიც ასევე სახალხო დამცველი იყო და დღეს სხვა ქვეყნების ინტერესს ატარებს. ამიტომ ამბობ მე რომ ძვირფასებო, ეხლა ამდენი საკანონმდებლო ცვლილებაა მიღებული. ეს ძალიან კარგია. მე პირდაპირ ვამბობ, რომ აი საქართველოს ხელისუფლების გასაგონად აუცილებელია რომ ჩვენთან კანონმდებლობით მოვიძიოთ კარგად რა პრაქტიკა არსებობს დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, ისრაელში, შეერთებულ შტატებში, თუ გიდათ იქით გადავიდეთ, დავუშვათ იაპონიაში რა პრაქტიკა არსებობს, ჩინეთის პრაქტიკა არ გვინდა, იქ ძალიან ძიმე პრაქტიკა აქვს, დავუშვათ სამხრეთ კორეაში რა პრაქტიკა არსებობს, ხო, ისეთ აი სინგაპურში რომ კაცრია ეს პრაქტიკა და არ ვიცი გამოგვადგება თუ არა სინგაპურიზაციის კე სააკაშვილს მივყავდი და ვივამეთში აღმოჩნდა და მაინდა შეიძლება არ იყოს სასურველი. ბევრი ქვეყნის პრაქტიკა ვნახოთ, ყოფილი მაღალი თანამდებობის პირებს ეს არჩევითი იქნება თუ დამტკიცებად იქნება თუ ასე შემდეგ, რა ვალდებულებები აქვს გარკვეული წლების განმავლობაში. ზოგს 1 წლით, ზოგს 3 წლით. იქ რაღაცა პრივილეგიები როა 1 წლით უნდა შეუნარჩუნდეს დაცვა, ამ პრემიერ-მინისტრმა გადაწყვიტოს ვის უნდა დაენიშნოს მერე დაცვა მინიმალური სტანდარტით. ეხლა ნინო
ერთი ადამიანი უნდა დაყვებოდეს ან ორი და არა თქვათ ესკორტი მაგრამ ოპერატიული მომსახურება მაინც არის იმიტომ რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური თუ კი ადამიანს დანიშნული ყავს დაცვა პირადი მცველი თუ ყავს რა თქმა უნდა მისი ოპერატიული მომსახურებაც ხდება ანუ მუდმივად ყურადღების ცენტრში ეს ის არ არის ერთი ადამიანი დაყვება ჩანთის ატარებლად ესე არ არის სინამდვილეში თორე ეგრე ვიღაცას აიყვანს და ბოლო-ბოლო იმას გადაუხდის ხო და მაგრამ იმას არ ექნება ოპერატიული მომსახურება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ყოფილი მაღალი თანამდებობის პირებისთვის იმიტომ ნიშნავს დაცვას რომ ოპერატიული მომსახურებაც ექნება თუ კი თქვათ რაღაცა გარკვეული პრივილეგიები უნდა შეუნარჩუნდეს ადამიანს თუ კი რაღაცა გარკვეული ასე ვთქვათ უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებები მის მიმართ ტარდება რომ ის დაცული იყოს ამ შემთხვევაში გარკვეული ვალდებულებებიც უნდა მევაყოლოთ იმას და კანონმდებლობით უნდა იყოს ეს რომ დაუშვათ იგივე თინა ხიდაშიც რომელიც იყო თავდაცვის მინისტრი და რომელსაც ხელი მიუწვდებოდა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ დოკუმენტებზე არ უნდა ქონდეს უფლება სხვა ქვეყნის დაკვეთებით პირდაპირ იმიტომ რომ გრანტს სხვანაირად არავინ არ მისცემს ახლა დაკვეთას თუ არ შეასრულებდა რასაც ის მოითხოვს იმას თუ არ გააკეთებ აბა ფულს რატომ მოგცემენ რომ დაწეროს ეს ანალიტიკური ანგარიშები ასევე სხვა მაღალი თანამდებობის პირებს მე ვხედავ ახლა გამოდიან საჯარო სივრცეში მინისტრები ყოფილი მინისტრების მოადგილეები და ისეთ თემებზე ლაპარაკობენ რომელიც შეიძლება მათთვის ცნობილი გახდა საქართველოსთან დაკავშირებით და საქართველოს საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებით მათი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თანამდებობაზე ყოფნის დროს და ამას ჭირდება ძალიან სერიოზული კონტროლი და მნიშვნელობა არ უნდა კონდეს სხვათა შორის იმას რომელი პოლიტიკური პარტია რა თქმა უნდა არანაირი ხელისუფლებაში იმიტომ რომ ისინი იყვნენ საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები და არა კონკრეტული რომელიმე პარტიის და ამ მიმართულებით ძალიან სერიოზული ყურადღებაა საჭირო ხა სალომე ზურაბიშვილმა მედია პროფკავშირები და არასამთავრობო ორგანიზაციები ხო გასაგებია ნინო ვინც აწყობდა და რისთვისაც ამზადებდა რამ ქვეყანას არჩევნებამდეც არა არჩევნებისთვის არამედ პოსტსაარჩევნო არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის რისთვის ამზადებდნენ იმისთვის რაც ჩვენ ვნახეთ 28 ნოემბრიდან რომელიც მანამდე სხვადასხვა აქციების სახით ისედაც მიმდინარეობდა. უცბად ამოდუღდა 28-ში. და მე ყველაზე მეტად მომხვდა გულზე სიმართლე გითხრა აი ესეთი მომენტი როცა ლაპარაკობს უკრაინაზე რომ ჩვენ ამდენი რესურსი არ გვაქვს. ანუ მან იცის რა საფრთხის წინაშე აყენებს საქართველოს სახელმწიფოს. მან იცის რა საფრთხის წინაშე და რა როლისთვის ამზადებს იმ ხალხსაც ვინც გამოყავს აქციებზე. და იმ ხალხს ვინც არ გამოდის აქციებზე. აი ამან მე თავზე არის დამცასი. აი ყველაზე მეტად ამან მე მაგალითად ჯერ კიდევ პრეზიდენტის სტატუსი იყო. იმედი მქონდა ვერ ხდებოდა. რომ ყველაფერს ძალიან კარგად ხდება. ჯერ კიდევ პრეზიდენტის სტატუსით იყო, როდესაც მე დავწერე რომ სალომე ზურაბიშვილი და თქვი კიდეც საჯარო სივრცეში ტელეეთერით აღარ არის ჩემი პრეზიდენტი. მე ძალიან დიდი ენერგია ჩავდე და დიდი თავდასხმების მოგერიება მჭირდებოდა საჯარო დებატების დროსაც, საჯარო გამოსვლების დროსაც, როდესაც სალომე ზურაბიშვილს უჭერდი მხარს საპრეზიდენტო არჩევნებში. იმიტომ ჩემთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო ნაციონალური მოძრაობის ნებისმიერი კანდიდატი ეს ვაშაძე იქნებოდა თუ ბაქრაძე რომელიც სააკაშვილის მიმართ განსაკუთრებული ასე ვთქვათ პიეტეტით გამოირჩევიან და რა თქმა უნდა სააკაშვილი ჩემთვის იმდენად მიუღებელია როგორც პოლიტიკური ფიგურა და სამწუხაროდ უნდა ვთქვა ესეც როგორც ადამიანიც იმიტომ რომ არაფერი ადამიანური მასში აღარ არსებობს მე ასე ვფიქრობ და ძალიან ბევრი მეთანხმება ამაში დარწმუნებული ვარ რომ აი სააკაშვილის პოლიტიკურ ველზე შემოყვანას პრეზიდენტის გავლით რომელიც სწორედ ამიტომ უნდათ მათ ვაშაძის პრეზიდენტობა ჩემთვის იყო აბსოლუტურად მიუღებელი და რა თქმა უნდა სალომე ზურაბიშვილის უჭერდი მხარს მაშინ როდესაც ქართული ოცნებაც უჭერდა მხარს და ჩვენ ყველანი განსაკუთრებით მეორე ტურის წინ ამ თვალსაზრისით ვიყავით უკვე აი ისეთი არანაირი არჩევანი აღარ ქონდა უნდა აგვერჩია სალომე ზურაბიშვილი მოკლედ ეხლა 2 წლის წინ მე ვთქვი რომ სალომე ზურაბიშვილი აღარ არის პრეზიდენტი ჩემთვის როდესაც მან საფრანგეთის პრეზიდენტს მაკრონს მიმართა წერილით უჩივლა საქართველოს პარლამენტს და საკუთარ სახელმწიფოს. ანუ ჩემი ქვეყნის, ჩემი სახელმწიფოს პრეზიდენტმა თავის პრეზიდენტთან, იმიტომ რომ ის საფრანგეთის მოქალაქეც არის, მაკრონთან უჩივლა ჩემს სამშობლოს. ის აღარ არის ჩემი პრეზიდენტი, იმიტომ რომ ჩემ პრეზიდენტს არ უნდა ყავდეს პრეზიდენტი. შეიძლება აი მანამდეც რატო არ შეიძლება ვინმე მითხრა რომ აი მანამდეც რა ასე არისო, მანამდე არ იყო საფრანგეთის მოქალაქე. კი, იყო, მაგრამ მანამდე საჯაროდ ყოველ შემთხვევაში მას ჩემი სამშობლოსთვის არ უჩივლია თავის პრეზიდენტთან. და როდესაც თავის პრეზიდენტად უკვე საჯაროდ გამოაცხადა მან
Macroni ეს უკვე აღარ არის ჩემი პრეზიდენტი. იმიტომ რომ მან უარი თქვა საქართველოს პრეზიდენტობაზე. ქვეშევრდომად დარჩა Macronis ქვეშევრდომად. მიუხედავად იმისა, რომ მისი კოლეგა უნდა ყოფილიყო და სხვანაირად შეეძლო Macronთან საუბარი. მას ჰქონდა ეს პრივილეგია, რომ Macronთან სხვანაირად ელაპარაკა. აი მაგალითად, თქვენ იცით რა თქმა უნდა, ნინო ერთადერთი იაპონელი, რომელიც გახდა სახელმწიფოს მეთაური. არჩევით სახელმწიფოს მეთაური, ეს არის ფუხიმორი. ფუხიმორი, რომლის მამაც 1934 წელს წამოვიდა იაპონიიდან, დასახლდა მერე პერუში და მერე, ამან 36 წელს არის დაბადებული ფუხიმორი. იქ დაიბადა და იაპონური წარმოშობის. ერთადერთი, იმიტომ რომ იაპონიაში იცით თქვენ როგორც არის იმპერატორი მართავს და ერთადერთი იაპონელია, რომელიც გახდა სახელმწიფოს მეთაური, პრეზიდენტი. ხო, აი სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა შანსი, როგორც საფრანგეთში დაბადებულს გაზრდილს. გახდა შემიეცა ამ ხელა შესაძლებლობა სახელმწიფოს მეთაურზე მეტი არაფერი აღარ არსებობს. წარმოიდგინეთ ისტორიაში სამუდამოდ რო იწერები. ხო, ამ ხელა შანსი მიეცა და დარჩა საფრანგეთის პრეზიდენტის ქვეშევრდომად. ძალიან სამწუხარო. იმიტომ ვამბობ, რომ მე არ მიკვირს, რომ ახლა ფრანკერებმა ასე მახიში გააბეს სალომე ზურაბიშვილს, იმიტომ ხარბია. სალომე ზურაბიშვილიც ხარბია, უჩანანოაშვილიც ხარბია. მათ იმაზე მეტი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე, ვიდრე საკუთარ სამშობლოზე. მათ არ უყვართ საქართველო. ეს ძალიან მძიმე ბრალდება, რასაც მე ხლა ვამბობ, ამაზე მეტი რა შეიძლება ადამიანს. მე არ მიყვარს სიტყვების მოღალატე და ასე თქვათ, ასეთ სიტყვების რა ხარ უყვი. მაგრამ ამით გამოჩნდა, რომ მათ არ უყვართ საქართველო. შენ რომ საქართველო გიყვარდეს, ასე არ ისაუბრებ, როგორც სალომე ელაპარაკება, უკრაინასთან პარალელს არ გაავლებ. რომ უკრაინის მაიდანმა და უკრაინასთან ამ პარალელმა მე დავანახა ის რომ სალომე ზურაბიშვილი მზად არის ოდესის პროფკავშირების სახლში რაც მოაწყვეს იმგვარი სცენარისთვისაც გისმით მე თავზე არ დამცა როდესაც შეიძლება ოდესის კიევის მაიდნის ხსენება ისე რომ გავიწყდება არ ახსენებ ოდესის პროფკავშირების სახლს, სადაც დაწვეს, ცოცხლად დაწვეს ადამიანები და რა შედეგები მოყვა მე ამ მაიდანს საბოლოო ჯამში და რამდენი 1000 ადამიანი, 100,000-ობით ადამიანი შეეწირა საბოლოო ჯამში ამას და უკრაინის ტერიტორიულ დანაკარგებზე აღარაფერს ვლაპარაკობ და გაუბედურდა 1000-ობით ჰექტარზეა გადაჭიმული სასაფლაოები უკრაინაში და შენ რომ ამას უსურვებ საქართველოს ეს იმას ნიშნავს რომ შენ სამშობლო არ გიყვარს და საქართველო არ არის შენი სამშობლო. თუ არ გიყვარს, აღარ შენი სამშობლო არ არის. შეიძლება რომ შენი ოჯახში ასეთი რაღაცა მოინდომო. შეიძლება რომ შენ ოჯახში მოციქციკე ბომბი და ოჯახში სახში შეიძლება შენ სახში სადაც შენი ოჯახის წევრები ცხოვრობენ. მოციქციკე ბომბი სარდაფში დააყენო და იმას ელოდებოდე, როდის აფეთქდება და ჩამოინგრევა სახლი და ოჯახის წევრები დაიხოცებიან. ის ხო აღარ არის ესე იგი შენი ოჯახი. რომ ის ხო აღარ არის შენი სახლი, რომელსაც ასე გაწირავ. ადამიანებს რომლებიც იქ ცხოვრობენ ხო აი ასეთები არიან ზურაბიშვილიც და ნანუაშვილიც სამშობლოს გამწირველები არიან მე არ ვლაპარაკობ გამყიდველები და არ მიყვარს ამ სიტყვით მათ შეუძლიათ საქართველო გაწირონ რისთვის არა მათ გაწირეს ფაქტობრივად სხვა ქვეყნის ინტერესების გასატარებლად რაღაცა ჯგუფების ინტერესების გასატარებლად კიდევ უფრო უარესი საკუთარი პირადი კომფორტისთვის საკუთარი რაღაცა მოსაწყობად პირადი აი მე ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება ადამიანმა ეს ნაბიჯი გადადგას აქ ლაპარაკი არ არის იმაზე ვის მიმართ სიმპათიები ვის მიმართ არა ნინო მერწმუნე აი ჩვენ ხო დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს და მეც მაყურებელი დიდი ხანია მიცნობთ და მსმენელიც ამდენი წელია ურთიერთობა მე ვერც კი წარმომიდგენია რომ საქართველოში აი სანამ ესე პირადად არ დავწმუნდები ხოლმე აი რაც ამ პრანკერებმა დამარწმუნეს ამაში ძალიან მიჭირს დაჯერება რომ არიან ქვეყანაში ადამიანები რომლებსაც შეუძლიათ ასე ეხა აფექტის მდგომარეობაში მკვლელობებიც ხდება ასეც ხდება ისიც ხდება გამიზნულათაც განზრახულათაც ამისთვის არსებობს სისხლის სამართლის კოდექსი აბა ეს რომ დანაშაული ვერ ხდებოდეს კოდექსი არ იქნება საჭირო ხო ესე იგი ხდება და რა თქმა უნდა ხდებოდა და მომავალშიც მოხდება მაგრამ შენ მიზანმიმართულად დაგეგმო ერთი კი არა ამდენი ადამიანის ქვეყნის
არევა, თავდაყირა დაყენება, რა თუნდაც ის შეიარაღებული ადამიანი დაცვის სამსახურებში შეიარაღებული ხალხი ყავს. იარაღი იმისთვის არსებობს, რომ გაისროლოს, ვიღაცა მოკლას. გაისროლოს. ანუ შენ მზად ხარ, ნიღბები ჩამოაცო ადამიანებს, შეაიარაღო, ან შეიარაღებულებს ფული გადაუხადო და დახოცოს ხალხი და ვინ უნდა დახოცოს? ჩვენ ხო გვახსოვს ახლა დაკავებულები რო არიან მშვიდობიანი აქციების მოძალადეები, ჩვეულებრივი მოძალადეები. რას ლაპარაკობდნენ? 200 კაცია მოსაკლავიო სულო, მეტი კი არაო. ხო. და всё, დამთავრდება ყველაფერი. ანუ ვინ უნდა მოეკლათ? მინისტრები, პარლამენტის წევრები. ვინ უნდა მოეკლათ? სამსახურების უფროსები. ანუ პირველი პირები უნდა ორგანიზებულად უნდა დაეხოცათ, ამას ლაპარაკობდნენ აქციაზე მდგომი ადამიანები. ძალიან და ესე იგი, ამის შემდეგ ყველაფერი დამთავრდება, იმიტომ რომ ახლა მოადგილეები და ცალკეულია წარმოიდგინეთ მინისტრების, მოადგილეების და დეპუტატების ყრილობაზე ლაპარაკობენ ადამიანები და ამბობენ, რომ ეს იყო სრულიად მშვიდობიანი აქციები. ეხლა ეს ნანუაშვილი რო ელაპარაკებოდა ნიღბიანებზე და იარაღიანებზე, მშვიდობიანი აქციისთვის ამზადებდა იმას. ეს ფულები მშვიდობიანი აქციაში მონაწილეობისთვის უნდა გადაეხადა იარაღიანი ხალხისთვის. ამიტომ ვამბობ, რომ ამას ყველაფერს ჭირდება გამოძიება. მიზან მიმართულად იყო დაგეგმილი ნინო რეგიონული მედია, იმიტომ რომ ეს ამათი მედიები რეგიონებს ვერ ფარავენ. მეორე პროფკავშირები, რომელსაც აი იგივე დავუშვათ რა მე უთანაგრძნობ რა თქმა უნდა ჭიათურელ მემაღაროელებს ლაპარაკი არ არის ამაზე. ადამიანი მიწისქვეშ რომ მუშაობს, მას ჭირდება ანაზღაურება და მე ამას წინა პირველ არხზე მოусმინე ეს ადამიანები საუბრობდნენ თამთა სანიკიძის გადაცემაში და აი მართალი გითხრათ, როგორ კარგად ჩამოაყალიბეს თავიანთი მოსაზრებები და რა და როგორ და რანაირად, ხო? ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, საჭიროებენ ხელისუფლებისგანაც ხელშეწყობას და იმ კომპანიისგანაც შესაბამის ანაზღაურებას. სხვათა შორის მთელ მსოფლიოში ესეა, სულ უკმაყოფილოები არიან მეშახტეები და მაღაროელები. ყველა ქვეყანაში ასე არიან. იმიტომ რომ ძალიან მძიმე სამუშაოა და მათ ჭირდება შესაბამისი ანაზღაურება და მათი ოჯახი, ასე ვთქვათ, კვებით საკვების დეფიციტს არ უნდა განიცდიდნენ. და არასამთავრობო ორგანიზაციები. ეხლა ამ გრანტების კანონმა, ეგრეთ წოდებულ რუსულს რო უწოდებდნენ, გამჭვირვალობის კანონს. ჯერ გამჭვირვალობის კანონმა და მერე ამ გრანტების კანონმა ესენი სერიოზულად მოაქცია მოდი პროჟექტორის ქვეშ, მოდი ასე ვთქვა. არავინ არაფერს არ ზღუდავს. მოგა გრანტი, მოიტანე, კი ბატონო, ამისთვის გჭირდება ამის. ქვეყნის ასარევად გრანტს რო არავინ არ დაგიმტკიცებს, სრულიად ნათელია. რო არ უჭიჭერენ არ უკვირთ. ბედნიერი პირჯვარი გადაისახონ, რო არ იჭერეს ამათ სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებისთვის და ქვეყნის მტრობისთვის. და რა თქმა უნდა, ჭირდებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელში ჩაგდება. რეგიონული მაუწყებლები, რეგიონული მედია, რომელსაც ისინი აფინანსებდნენ და რა თქმა უნდა მათ აზრს ატარებდნენ, პროფკავშირები, რომლებიც ხალხს მოუწოდებდნენ გაფიცვებისკენ, თქვენ გახსოვთ 28 ნოემბრის შემდეგ საჯარო სამსახურებში კოლექტიური განცხადებები დაიწერა, ანალოგიური დაიწერა ასევე მიმართვები და წერილები არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან კოლექტიური წერილები ანალოგიური დაიწერა საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების მხრიდანაც. ეს ყველაფერი არის ერთი ჯაჭვის რგოლები. ყველაფერი აბსოლუტურად. ეხლა სალომე ზურაბიშვილი იმას ყარი იყო და საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება მოგვეჭიდა. რა თქმა უნდა არა. ამიტომ ესენიც მოაქცია რეგიონული მედია, პროფკავშირები და არასამთავრობო ორგანიზაციები. მათთვის ჭირდებათ ეს ფული და სალომე ზურაბიშვილი ერთი მხრივ სალომე ზურაბიშვილი უნდა ყოფილიყო ამ ფულის გამანაწილებელი და დღესაც არის. მეორე მხრივ უჩარანუაშვილს ეს 500.000 უნდა მიიღო ბჭყალებში გარი კასპაროვისგან. ნეტა კასპაროვის რეაქცია როგორ იქნება მართლა მაინტერესებს. მაქვს ნომერი და უნდა დაურეკო. ხო, უნდა მოვიკითხოთ ზოგადად ეს ადამიანი ხო კარგად არის. უნდა დავამთავროთ თორემ ამის შემდეგ და რა თქმა უნდა ამათ უნდა გადაეხადათ ეს ფული. მათ ამის საშუალებას დღევანდელი ხელისუფლება არ მისცემს. დღეს არ არის არც 91 წელი. მე ვიდა ამ ადამიანებმა კარგად გაითვალისწინოთ. ჩვენ გვახსოვს ყველაფერი. 30-35 წელი ჟურნალისტიკაში, იმიტომ არა ვართ, რომ ფეტვი გაგვერჩია იმისგან, ცერცვისგან. ასე არ არის. ვიცით ძალიან კარგად, რომ არ არის არც 91 წელი და ვერ მოაწყობენ ვერანაირ გადატრიალებას. არ არის არც 2003 წელი და ვერ მოაწყობენ ვერანაირ სასახლის შიდა გადატრიალებას. ამის მცდელობებიც იყო სხვათა შორის და ვიღაცები იქიდან ძალიან დროულად, ასე ვთქვათ, გაიყვანეს. ძალიან მშვიდად სხვათა შორის ძალიან მშვიდად გაიყვანეს. დღეს არის სხვა დრო და 2024 წლის არჩევნებმა ძალიან კარგად აჩვენა ხალხის არჩევანი და ერთი საკითხიც ნინო და დავამთავრებ აუცილებლად ერთი თემა რომელზეც მინდა აუცილებლად ყურადღება გავამახვილო. ხშირად ამბობენ რომ ხალხი არ აღიარებს ხალხის ლეგიტიმაცია. რა ლეგიტიმაცია რა აქვს? ჩვენ არ გვჭირდება ბერლინის ლეგიტიმაცია.
საქართველოს არჩევით ორგანოებს არ ჭირდება ბერლინის, პარიზის, ლისაბონის, მოსკოვის, პეკინის, თეირანის, ტოკიოს ლეგიტიმაცია. გაიგეთ, ხალხი არის საქართველოს არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმაციის წყარო. კონსტიტუციაში წერია, ხელისუფლების წყარო არის ხალხი. საქართველოს ხალხზეა იქ ლაპარაკი, ფრანგებზე და გერმანელებზე არ არის ლაპარაკი და ამიტომ ყველამ კეთილი ინებოს და ქართველი ხალხის არჩევანს გაუწიოს ანგარიში. ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც. ვერ მოხვალთ ხელისუფლებაში. გამორიცხული ამბავია ეგ. აბსოლუტურად გამორიცხული. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს. ჩვენ დავამშვიდობოთ ერთმანეთს და შევხვდებით ხვალ 14 საათსა და 10 წუთზე. ნახვამდის.